აჩაბლის 8 ნომერში მდებარე შენობა დღეს უკვე მთლიანად დაიცალა. დევნილების გამოსახლება ამ ქუჩაზე გასული კვირას დაიწყო. დევნილების ნაწილი აღნიშნულ შენობაში ამ დრომდე რჩებოდა, როგორც თავად აცხადებენ, გაფრთხილება მათ არავისგან მიუღიათ. ყვებიან, რომ მეახევარი საათით ადრე მათთან სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა და გამოსახლების შესახებ განუცხადა. ასევე გააცნო ის ალტერნატიული პარტია, რომელსაც თავაზობდა მათ მერია, ეს არის სოფელი ფოცხო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დედაქალაქის მასშტაბით დევნილთა კომპაქტურად სასახლების 33 ობიექტია, ყველა მათგანი თანდათან უნდა დაიცალოს. მაჩაბლის ქუჩაზე მცხოვრებთა შემთხვევა პირველი არ ყოფილა. ელდება დევნილთა მიმართ ტოტალური ტერორი სააკაშვილის რეჟიმის მიერ. ამის საწინააღმდეგოდ საზოგადოება შეუძლია ერთ-ერთი რამ, ეს არის მასობრივი პროტესტი და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. მაჩაბლის ქუჩაზე 8 ნომერში რაც მოხდა, ეს უკვე მე-10 შემთხვევა ალბათ დაახლოებით დევნილთა მიმართებაში და მე ვთხოვ ყველა დევნილს და მოუწოდებ. უნდა ელოდებიან სახში, როდის მიაკითხავენ. იარონ საპროტესტო აქციებზე, საიმისოდ რომ ერთობლივი ძალებით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ძალადობის შეჩერება და თავიდან აცილება აი ამ მდგომარეობაში ჩავარდისგან. მოვიდნენ ამდენად 6 საათზე. აი თქვენ ხედავთ რა სიტუაცია არის და აი ნახევარი საათის უკან იყო შემოთავაზება. საერთოდ არავინ არ მოსულა ეს დღეები და ახლა გეუბნებიან ფოცხოში არის ადგილიო. არავინ სად მიდიხართ, მე უთხარი სად წავიყვანო მეთქი ეს ბავშვები, სადაც გინდა იქ წაიყვანეო, მე უთხარი ლეიბი წამოვალ ჩემი ორი შვილი და დაუწევი სამინისტროში მეთქი, რაც გინდა ის ქენითო. ეს იყო სამინისტროს წარმომადგენლების ნათქვამის. ჩვენ არ გავჩერდებით, გამოგვივა რამე, გამოგვივა თუ არა და ვიქნებით ქუჩაში. ბავშვებით გამოვალთ ყველა გარეთ, აბსოლუტურად არავინ არ არის გამჩერებელი. აჩაბლის ქუჩაზე ნანუკა იორდანიშვილი მუშაობს. ნანუკა, რა ვითარება ამ დროისთვის და თუ შეთანხმდნენ რამეზე დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებთან? ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მაჩაბლის 8 ნომრიდან დევნილთა გამოსახლება. იქ დაახლოებით 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, ისინი არიან როგორც სამაჩაბლოდან, ისევე აფხაზეთიდან დევნილები. მათ სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღეს ზეპირი შეთავაზება ტოლთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლისგან, რომ ისინი წალენჯიხის რაიონში სოფელ ფოცხოში დაკმაყოფილებიან ალტერნატიული პარტიით. თუმცა დევნილთა ნაწილი ამაზე უარს აცხადებს. რომ ვიცოდით წავალთ. მაგრამ არ მინახი არაფერი და საწავიდეთ ტყეშიო იქიდან აქეთ მოვიდნენ და ამას ამბობენ. არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. ვიცი რომ ბავშვებით გარეთ ავარ მარტო, ეს ვიცი. საწავიდე არ ვიცი, სად მივიდე. არსაც საარსებო წყაროც არ ამაქვს. სამინისტროში წავალ და იქ დავჯდები და რაღაცას მომცემენ ალბათ. არ გამოვალ იქიდან. რა ვქნა აბა? სხვა გზა არ ამაქვს არანაირად. ორი ბავშვი უყურე როგორ ზიან და სად გაუშვა, სად უნდა წავიყვანო. მე თუ არ მუტანეს საჭმელი, აქამდე მკვდარი ხდება. დევნილების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არაპირებენ სოფელ ფოცხოში მისვლას. ისინი ამბობენ, რომ ტოლთა და განსახლების სამინისტროს წინასწარ უნდა შეეთანხმებინა ის საცხოვრებელი პარტიით, რასაც დევნილებს თავაზობენ. ნაწილი ამბობს, რომ ისინი რეგისტრირებული არიან თბილისში და ალტერნატიული საცხოვრებელ პარტს სწორედ თბილისში ითხოვენ. დევნილები აპირებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და სამინისტროსთან მივიდნენ საკუთარი ნივთებით. დევნილთა მასობრივი გამოსახლებები, კომპაქტური დასახლებებიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მადლობა ნანუკა საუბრობდა მაჩაბლის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. განმოაჭერთა პროტესტი კი გრძელდება. აქციები დღეს განახლდება. დემონსტრანტები მერიის შენობის წინ 12 საათზე შეიკრიბნენ და გარევაჭრობის ლეგალიზებას მოითხოვნენ. საკუთარ პოზიციას დედაქალაქის მერს ისინი წერილობითაც გააცნობენ. გარევაჭრობა დედაქალაქში ოფიციალურად 10 აგვისტოს აიკრძალა მერიამ დახურულ ბაზრებში გადაყვანეს თავაზობს და წლის ბოლომდე გადასახადზე შეღავათების დაწესებას პირდება. გარემოაჭრები კი ბაზრებში შესვლაზე უარს აცხადებენ. მიზეზად ისინი დაწესებულ მაღალ გადასახადს ასახელებენ. გარემოაჭრების განცხადებით ყოველდღიურად 7 ლარის გადახდას ვერ მოახერხებენ. ხმაღალის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გუშინ ღამის 3 საათზე მერიის წარმომადგენლებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯიხურებისაგან გაწმინდეს. გარემოაჭრები ამბობენ, რომ წაღებულია დაახლოებით 25 ჯიხური, მათი ნაწილი გამყიდველებს საკუთრებაში ჰქონდათ. გარემოაჭრების ნაწილი მეტროსთან მდებარე ბაზარში განაგრძობს მუშაობას. მერიის გადაწყვეტილებით იანვრამდე ისინი გადასახადებისაგან გათავისუფლებული არიან. გარევაჭრობა თბილისში მერიის ბრძანებით 10 აგვისტოს აიკრძალა. ორი დღე ინტენსიურად მიდის ჯიხურების აღება, ინტენსიურად გაწმინდეს მეტროს ამოსასვლელი გარემოვაჭრეებიდან და 23 კაცით მეტი შემოვიდა ბაზარში. მუნიციპალიტეტიდან მოვიდნენ უფროსობა და გაგვაფრთხილეს
ესენი არიან აბსოლუტურად განთავისუფლებული ყველგვარი გადასახადისგან. ეს იქნება დეკემბრისთვის ჩათვლით. 2 ღამე დღე და ღამე ზივართ ქუჩაში. აი პურის ფულიც არა მაქვს, ეხლა ბავშვებისთვის საჭმელი რომ წავიღო და ვაჭამო. მობრძანდით ნახეთ ავანტყოფების ზიანი ქუჩაში და უფულო და ანეს რომ ეს გავაკეთეთ, რა გააკეთეს აქ, რა გააკეთეს? მოვიდნენ ნახონ უმუშევრები არიან სულ ყველანი. ბევრი იყვნენ, ბევრი და გითხრეს რომ ცხოვრება მშვენიერია, ამახინჯებს ეს შიხურები ქალაქის პერიფერიებს, ყველაფერს და მიაყენეს პირდაპირ ზედამხედველობის მიდან ვართო, რაც რეალურად ილაპარაკეს წყვილს არ ვამბობ, ზედამხედველობიდან ვართო. მერე მას მოყვებოდნენ კიდევ პატარა 12-13 წლის ბიჭები, რომლებიც ანგრევდნენ უშუალოდ ხელით ანგრევდნენ ჯიხურებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორე ამჯერად გლდანის საპყრობილეში ეწვია. მან პატიმრები მოინახულა და დაალოცა უწმინდესი საპყრობილეში 11 საათისათვის შევიდა და ეგრეთ წოდებულ რელიგიის პატიმრებსაც შეხვდება. პატიმრებისა და ავადმყოფების მონახულების კურთხევა პატრიარქმა მრევლს გუშინ ქადაგებისას მისცა. უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში წმინდა მოწამე სტეფანეს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ კი განაცხადა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხუთშაბათობით და კვირაობით გაჭირვებულები პატიმრები და ავადმყოფები მოინახულოს და მათ პროდუქტებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით დაეხმაროს. ქადაგების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ გუშინვე ჩაფიცის კლინიკის პაციენტები მოინახულა. მან ყველა მათგანი დაალოცა და ნაკურთხი წყალი დაუტოვა. ილია მეორემ პაციენტებს ურჩია ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად იფკურონ. პატრიარქთან ერთად ჩაფიცის კლინიკას საქველმოქმედო ფონდი იოვნანას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სტუმრობდა. ყველა მოიცოდეს ეს ნაკურთხი წყალია და აქედან ასკულებს თქვენ თვითონ და ავანტყოფებსაც ასკულებს და როცა დახევაზე ჩავა შეგიძლიათ ცივი წყალი დავუმატოთ. პატრიარქის გადაგების შემდეგ კიდევ ერთ დიდ კარგ ტრადიციას ეხება საფუძველი მისი ლოცვა-კურთხევით ხუთშაბათს და კვირას გვაქვს ლოცვა-კურთხევა, რომ ხელი გავუწოდოთ გაჭირებულ ხალხს, ეს იქნება საავადმყოფო, ეს იქნება ციხეში მსხვენ ადამიანებს, ჩვენ მეგობრებს და ამიტომაც მე დღეს ბედნიერი ვარ ძალიან, რომ დაწილათ, რომ პატრიარქს ვახდე დღეს აქ. ძალიან დიდი პატივია, რომ გესტუმრა უწმინდესი და უნეტარესი. მან გუშინ ბრძანა, რომ ყოველ პარასკევს და ხუთშაბათს ინახულებს სხვადასხვა საავადმყოფოებს და პირველები ჩვენ აღმოჩნდით. ჩვენ ამითი ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან გვიხარია, რომ მობრძანდა დაათვალიერა ცენტრი, ნახა ჩვენი პაციენტები, დალოცა ისინი, აკურთხა. თავდაცვის სამინისტროში კონსტიტუციის პროექტის განხილვა გაიმართება. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება. მომდევნო შეხვედრებს კომისია თელავსა და ფოთში გეგმავს. კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრები 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. შეხვედრებს საპარლამენტო საჯარო განხილვის კომისია რეგიონებში მიზნით მართავს, რომ ქვეყნის მთავარ კანონში მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, დაინტერესებული პირებისა და მოსახლეობის აზრი აისახოს. სხდომები უკვე გაიმართა გორში და ქუთაისში. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ცვლილებების შესახებ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე დღის წინ თავადაც ესაუბრა. კონსტიტუციის საჯარო განხილვა თვის ბოლომდე დასრულდება, ამის შემდეგ ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.